ექიმები იმის დადგენას ეს რის გამო მოხდა აბრალებენ შებოლილ ძებს, აბრალებენ სახლში დაყენებულ არახს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ სავალოს შედეგი მოყვა ამ დაავადებას. იყო ჩვენს რეგიონშიც ასეთი დაავადება და მოდით გზა ვეძიოთ მანამდე, სანამ ურემი გადაბრუნდება, ასე ვთქვათ, ურემი რო გადაბრუნდება, მე გზის პოვნა ცოტა ადვილია ხოლმე და ცოტა ეს გადაბრალების მეთოდები, მაგრამ აი დღესდღეობით რა შეიძლება უთხრათ მოსახლეობას, რომელიც სისტემატიური მომხმარებელია იგივე კონსერვისთან. ბოტულიზმზე რა შემიძლია გითხრათ? ვერაფერი დაავადება. მე-18 საუკუნიდან არის ცნობილი ეს დაავადება და ბოტულიზმის სიტყვა თვითონ ძეხვით მოწამვლას ნიშნავს. ეს არის ანაერობული მიკრობი, რომელიც სპორის სახით იმყოფება გარემოში და თუ მოხდება ანაერობულ სივრცეში, ანუ უჰაერო სივრცეში, ის იწყებს უკვე მოქმედებას და გადადის ვეგეტატიურ ფორმაში. თუ აი ასეთი მიკრობით დაბინძურებული საკვები მიიღო ადამიანმა, არა და მიიღებს რა შემთხვევაში, აუცილებლად ანაერობული გარემოდან, ხო? ამიტომ არის საჭირო კონსერვების ისეთი ტექნოლოგიით დამზადება, რომელიც წერს ყველანაირ სპოროვან წარმონაქმნს და ამ შემთხვევაში ტექნოლოგიაში რა თქმა უნდა სტერილიზაციას და ასეთი სტერილიზაცია ბინის პირობებში, სახლის პირობებში თითქმის შეუძლებელია, ეს წარმოუდგენელია. ეხლა როგორ აღწევს ამ კონსერვში, ხო? როდესაც ხდება ეხლა კიტრით მოწამვლა ახსენეთ თქვენ და კიტრით წნილით ხდება სოკოთი მოწამვლა და აი ამ პროდუქციის დამუშავების პროცესში, როდესაც არ ირიცხება კარგად პროდუქტი, მას შეყვება, რა თქმა უნდა, ეს გამომწვევი და ის უკვე თავის საქმეს აკეთებს იმ სივრცეში, სადაც მოხდება. მაგრამ როდესაც კონსერვი იხსნება, ჩვენ იმით მაინც უნდა დავისკვიოთ თავი, რომ მას თერმული დამუშავება გავატარებინოთ და 10-15 წუთი მაინც უნდა იხარშებოდეს, ბუღდეს. მაგრამ არც ამას არ ვაკეთებთ. ძეხვი ვახსენენ კიდევ. ეს არის აგრეთვე ასეთი ტექნოლოგია აქვს, შებოლილი თევზის გამოყვანა. ჩვენს რაიონში ზუსტად ეს შემთხვევა იყო შებოლილი სუთხი და შებოლილი საერთოდ ყველანაირი ხორცეული შებოლილი, როდესაც გამოყავთ და ინახავენ და შემდეგ მიდის ამისი რეალიზაცია, არავინ არ არის დაზღვეული. კუსტარულად დამზადებული ყველა შებოლილი პროდუქცია არის ძალიან საეჭვო და მეც რა მიკვირს, რომ აი ამდენს ლაპარაკობენ, ამდენი მიწერება. იმ პერიოდში ძალიან ბევრი დავწერეთ და თქვით აი ამ საშიშროების წინაშე დგას ხალხი. არ შეიძლება პროდუქცია სერტიფიკატის გარეშე იყიდებოდეს. ეს აი ყოველგვარ წარმოუდგენელია, მაგრამ მოხმარებელი მაინც ყავს. იცით, მიდის ადამიანი კითხულობს და შეიძლება ეს დახლის ქვეშ, ეს ძალიან მიღებულია ჩვენს საკომუნიკაციო ბაზრებში. კი, ძალიან მიღებულია ასეთი, იმიტომ რომ უშლიან. იქ 1000 ხალხი დაძებს. ყველა ვარიანტში მიუღებელია და რა თქმა უნდა, ბაზრის დირექცია ამას არ დაუშვებს, მაგრამ იმაში აქვს ჩუმად ჩანთებით. უდევს სადღაც დამალული და თავაზობს ასე მოსახლეობას და რა ვიცი, მე მგონი ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება თუ არა სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს და ხელი უნდა შეუწყოს თქვათ, რომ დაიცვას მისი ჯანმრთელობა. მოიყიდეთ ბატონო და აღარ იქნება მისი ჯანმრთელობა ეჭვის ქვეშ. აი მე მივმართავ ყველას, ეს ჩემი ტკივილია ძალიან დიდი, როდესაც მაინც წააწყდები, გახვალ ბაზარში და მაინც წააწყდები აი ასეთ მომენტებს, რომ კითხულობენ, ყიდულობენ და შემდეგ უკვე საფრთხის წინაშე დგანან. ისინიც და ის მისი ახლობლებიც, ვისთვისაც არ იშურებენ ფულს, რომ იყვიან. მაგრამ ერთი ესეთი
კი გასაგებია, აი სახლის ქვეშიდან გაყიდული შემოვლილი ზუთხი, ალბათ არ გააჩნია სერტიფიკატი და შესაბამისად გამომდინარე აქედან, იმიტომ იყიდება სახლის ქვეშიდან, მაგრამ თუ არის საქართველოში ისეთი შემოვლილი ზუთხი, რომელიც იმას შეიძლება და რომელსაც შეიძლება 100% ინდოს ადამიანი. ყველა რომელსაც სერტიფიკატი გააჩნია, რომლის დამუშავების და ტექნოლოგია არის დაცული. სერტიფიკატს სხვანაირად არ მიცემენ, თუ ტექნოლოგიურად გამართული პროცესები არ მოხდება. მაგრამ იგივე შემოვლილი ზუხს, რომელიც კარალეთის შემთხვევას ვსაუბრობ, ეს ჩვენმა რაიონის მოსახლეობამ იცის, გააჩნია შემოვლილი ზუხს სერტიფიკატი. სერტიფიკატი გააჩნდა, მაგრამ იქ იყო ვადა გაგრძელებული. იქ რაღაცა სადაო საკითხები ამას ვერ მიწეს შემოშენო მაჩვენოს მე ვიღაცამ სერტიფიკატი რა თუ არ გისეს პროდუქცია მე ვიყიდო აი იცი შეიძლება რომ მიხდეს ამას მაშინ ესეც იმ დამამზადებელს ჰქონდა სერტიფიკატი ნამდვილად მაგრამ იმას შეუწყდა უკვე ვადა და ის რეალიზაციაში აღარ უნდა წასულიყო იქ იყო მექანიკურად გაგრძელებული ვადა მე მგონი საკუთარი ინიციატივით დამამზადებისა საიდანაც წამოიღეს იმ ქარხნიდან და აი ასეთი პროდუქცია შემოიტანეს და უკვე რეალიზაციაში გაუშვეს. ფაქტია რომ ესეთი რაღაცების გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, როდესაც ასეთ სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ბოტულიზმი ეს არ არის ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია, ეს ძალიან რთული შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს და ლეტალობა ძალიან მაღალი პროცენტია, 70% ლეტალობა, მაშინ როცა ჩვენ შეიძლება დავუწყოთ ბრძოლა დაავადებას, მაგრამ შეიძლება იყოს დაგვიანებული. იქ თუ ანტიბოტულინური შრატი არ გაკეთდა დროულად, თუ იქ უკვე წუთები და წამებია განსაზღვრელი, რომ შედეგი აღარ მივიღოთ საათში დაიღუპა ის აჭარაში მიმავალი ხალხი. ეხლა რა ხდება? აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი რა კონცენტრაციით, რა რაოდენობით შედის ორგანიზმში. კი. არის ძალიან მცირე რაოდენობით, შეიძლება ჰქონდეს და ამაზეც არის დამოკიდებული ზუსტად ინკუბაციური პერიოდი, ფარული პერიოდი. შეიძლება 4 საათიდან 36 საათამდე გაგრძელდეს. და დამოკიდებულია ზუსტად მაგაზე რამდენად დიდი კონცენტრაციით შევიდა ორგანიზმში გამომწვევი. თუ მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით, შეიძლება ძალიან პატარა ნაჭერი მიირთვას ადამიანმა და აბსოლუტურად გაჯერებული, კონცენტრირებული გამომწვევით, დაბინძურებული, ხომ? აი ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფი ჩამოყალიბება კლინიკის, ძალიან მძიმე ფორმა და შეიძლება ვერც გადარჩეს ავადმყოფი. ეს ამაზეა დამოკიდებული. სამწუხაროა ჩვენთან რაიონში დაფიქსირდა ესეთი შედეგი ზაფხულის პერიოდში სამწუხაროა დღესაც ფიქსირდება ესეთი შემთხვევები თითქმის კვირა არ გავა რომ ხან იმერეთის რეგიონში ხან გურიის რეგიონში აგერ ბოლო პერიოდში აჭარა და გვერდმა არხნას რომ ქართლის კონდეს ამიტომ ჩვენი გადაცემა ამისკენაც არის მიმართული ჩვენი მოსახლეობას რაღაცნაირად აუხსნათ აუხსნათ და მაინც უნდა დავაფიქსიროთ რომ ბოლო სიტყვა არის მომხმარებელზე. არავინ ყველა უძლური იქნება დაავადების წინაშე თუ არ იქნება თვითონ მომხმარებელი ძალიან ყურადღებით. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ ღია ეთერში მუშაობთ პირდაპირ ეთერში და ჩვენი ტელეფონის ნომერია 822-92-1311, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ბოტულიზმის თემატით სხვათა შორის თქვენთვის სასურველი კითხვა მოვაწოდოთ ეთერში. სამწუხაროდ თქვენი აქტივობა ნაკლებია, მინდა მიმართო ჩვენს ტელემაყურებელს. არ უყურებენ, ყველაფერი ენათებია. მაგრამ უბრალოდ ეს პრობლემა ჯერჯერობით არავის არ აწუხებს. მე პირველი ზარის ხმარი გავიგე და იმედია რომ შემოვაკითხო. რაც შეეხება ვაქცინაციას, თქვენ ამაზე ვისაუბროთ, სამწუხარო ფაქტი იყო კიდევ ჩვენს რაიონში იგივე ზაფხულის პერიოდში სოფლის შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ როდესაც პატარა ბავშვს უკმინა ძაღლმა თავზე და ეს ბავშვი გარდაიცვალა სოფის შემთხვევით. აი რა
რა შედეგი გამომიღო, თქვათ, მე როგორც ვიცი, მაშინ გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ მშობლებს, რომ თქვათ, იგივე ექიმმა რაღაც გარკვეული უზუსტობა დაუშვა კუნარობის პერიოდში. გასაგებია. გასაგებია, რასაც მეკითხები გოგან. ვაქცინაცია ახსენე ზოგადი მცნებაა, მაგრამ დააკონკრეტეთ სოფლის. კი. ანტირაბიული ვაქცინაციით. მინდა გითხრათ, რომ ინფექციები ჩვენს წინაშე, რაც არის ამოცანა დღეს დასახული და რის წინააღმდეგაც ვიბრძვით ჩვენ, ეს არის მართვადი ინფექციები და არამართვადი. მართვადი ინფექციები, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის მეშვეობით ხდება მათი წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბავშვობის პერიოდიდან 2 თვის ჯერ დაბადების მომენტში, რა თქმა უნდა, ბეცეჟირება, შემდეგ 2 თვიდან იწყება უკვე მართვადი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ADS-ით და შემდეგ უკვე ADS-ით, ეს არის ყივანახევა, ტეტანუსი, დიფთერია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაკურას ვაქცინა ჩვენ უკვე კარგი ხანია არ გაგვაჩნია, საერთოდ რესპუბლიკაში არ არის. ალბათ ამუშავდება რაღაცა წყაროებიდან რაღაც გარკვეული მეთოდები, რითიც ჩვენ ალბათ მივიღებთ ვაკურის ვაქცინას და ესეც უკვე მართვადი გახდება ჩვენი ბავშვებისათვის. ეხლა შევეხოთ ცოფს. ეს ძალიან ძნეული საკითხია, რაც თქვენ ეხლა გაიხსენეთ. და მინდა გითხრათ, რომ ცოფის სიკვდილიანობა დაფიქსირდა შარშან 99 წელში გორსა და გორის რაიონში. არ გქონდა რამდენიმე წელი და 3 სიკვდილი დამთავრდა. თუ კლინიკა დაიწყო ცოფის, კლინიკა თუ დაიწყო, იქ რა თქმა უნდა ექიმი უძლურია, ის აუცილებლად მთავრდება სიკვდილით, მაგრამ ჩვენი ვალია და ფუნქცია პირველ რიგში, რომ მოვახდინოთ ვაქცინაცია ინკუბაციურ პერიოდში, მოვასწროთ, აი ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მაგრამ ცოფი საშინელი დაავადებაა. არაერთხელ მისაუბრიანი ამ დაავადებაზე, არაერთი მიმართვები მქონია ჩვენ მოსახლეობასთან და ამიხსნია, როგორ უნდა იმოქმედოს ძაღლის ნაკბენის, ან რომელიმე თბილსისხლიანი ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იქ იყოს კატა, იყოს ვირთხა, ზაზონები ახლა ძალიან მოდაშია ბავშვები თამაშობენ. ყველა თბილსისხლიანი ცხოველისგან შეიძლება მივიღოთ ცოფის დაავადება. თუ რა თქმა უნდა ეს ცხოველი დაავადებულია ცოფით. და აქაც მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ცოფის კლინიკაც ინკუბაციური პერიოდი იდგება, ჯერ და მერე კლინიკა ყალიბდება. ხო, ეს ინკუბაციური პერიოდი ზუსტად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით გამომწვევი შეიჭრება ორგანიზმში და სად მოხდება დაკბენა. განსაკუთრებით საშიშია თავის არეში. განსაკუთრებით საშიშია თითების არე, თავის არე, სახე მთლიანად, რადგან ეს არის ძალიან ისეთი აქტიური ინერვაცია აი ამ ადგილებში და დაავადება კიდევ ცენტრალური ნერვული გზით აღმავალი გზით მიდის, აავადებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ინერვაცია, სადაც რა თქმა უნდა უფრო დიდია და ფართო და ძლიერი, იქ უფრო მეტი საშიშროება. ამიტომ არის რომ ვიწყებთ მომენტალურ მკურნალობას, აი ამ ადგილებში, ამ არეში დაკბენის შემთხვევაში და სხვა ადგილას შეიძლება ჩვენ უკვე გვაძლევს საშუალებას, იცით, აი ეს სიტუაცია, რომ დავარეგულიროთ ჩვენი მოქმედება. როგორ ვიმოქმედოთ? თუ სხვა ადგილას არის დაკბენილი, მაშინ შეგვიძლია ჩვენ თუ ნაცნობია ძაღლი, მასზე დავამყაროთ მეთვალყურეობა და 10 დღის შემდეგ მივიღოთ პასუხი და იმის შემდეგ ვიმოქმედოთ, თუ უცნობია, რა თქმა უნდა, მომენტალურად უნდა დავიწყოთ მკურნალობა. და დამოკიდებულია კიდევ იმაზე, თუ როგორი ნაკბენია, რამდენად უფრო ისეთი ფართო
ან მრავლობითი ნაკბენი, ან ესეთი ნაფლეთოვანი ჭრილობა, მაშინ არის ძალიან დიდი არე დაზიანებისა, ხომ? და რაც უფრო დიდია ტერიტორია დაზიანების, მით უფრო მეტი კონცენტრაციით შეიძლება გამოწვევი ნერვის გზით. მე რა მაინტერესებს თავდადიაკვნე. დღეს მე შემთხვევა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აცხადებენ, არიან ექიმები, რომლებიც სხვანაირი მეთოდით ცდილობენ, რომ ჩაატარონ სოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და არიან სხვა ექიმები, რომლებიც სხვანაირად ზოგი ამბობს, რომ სამინემსია საჭირო, ასაცილად ზოგი ამბობს, რომ მუცლის არეში 40 ნემსი უნდა გავიკეთოთ. აი იქნებ განმოვარდოთ რა არის საჭირო აი ეს გააჩნია რა ვაქცინას ყველა ექიმი იცნობს ინსტრუქციას, ყველა ექიმი გავლილია სტაჟირება აქვს გაკეთებული აი ზუსტად კონკრეტულად ანტირადიულ საკითხში. ისე რომ ექიმის მიერ შეცდომას ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს. მე მათ ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ მე თქვენ ახსენეთ ახლა ის სამინევსი. სამინევსი არ არის სამი ინექცია არ არის სრული კურსი. ეს არის სამი ეტევა იმ დაკვირვების მომენტში, იმ 10 დღიან ვადაში ეტევა სამინევსი. მაგრამ იმ სამის შემდეგ უკვე თუ ჯამთელი იქნება ცხოველი, მაშინ იხსნება და მოსახლეობას გონია, რომ ჩვენ სამი დაგვინიშნა და მეტი არა. უბრალოდ იმას მეტი აღარ სჭირდებოდა, მაგრამ თუ საშიშროება იქნება ძაღლი ან ავადმყოფი გამოდგა ამ 10 დღის განმავლობაში და დაკვირვების პერიოდში, მაშინ რა თქმა უნდა გაგრძელდება და მივიღებთ სრულ ვაქცინაციას. სრული ვაქცინაცია კი 7 ინექციას გულისხმობს. და რაც შეეხება მუცლის არეში ჩატარებულ ვაქცინაციას, ეს არის ადრე რუსული ვაქცინით ვაკეთებდით ვაქცინაციას და ის იყო აი ასეთი ჩვენება ჰქონდა, ყველა ვაქცინას აქვს ინსტრუქცია და იმ ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებენ. დღეს მოქმედებთ კონცენტრირებული ვაქცინით და კონცენტრირებული ვაქცინა აი ასე 7 ინექციას გულისხმობს. დიდი მადლობა. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დარჩა ეთერში, უკვე შემოსულია მაყურებლის კითხვები, მაგრამ მე ერთი კითხვა იქნებ ძალიან მოკლედ ვესაუბროთ ამასთან დაკავშირებით, რა. პოლიკლინიკაში, როდესაც აქვს ადამიანს პოლისი და მიდის პოლიკლინიკაში, საბავშვთა პოლიკლინიკაში და გეგმიურ აცრას იტარებს ვაქცინაციას. ეკუთვნის თუ არა უნდა გადაიხადოს ფული. პოლისი არ არის დამოკიდებული სხვათა შორის ვაქცინაცია ყველა ვარიანტში გეგმიური ვაქცინაცია არის უფასო. ეს ძალიან მოსახლეობაში შეიძლება აიღოს თუ არ შეიძლება ვაქცინაცია, რასაც ქვია, გეგმიური ვაქცინაცია არის უფასო. დიდი მადლობა ეს გაგება მინდა და ეხლა გადავიდეთ ძალიან სამწუხარო წერილია ბოლო წერილი იქნებ რაღაცით დაეხმაროთ ახლა. რამდენიმე დღეა ერთ-ერთი მოქალაქის ბავშვი მაღალი სიცხეებით წევს, საჭმელი არ ერგება, რაღმონები ხმაროთ, რას გვირჩევთ. მე არ ვიცი ექიმს მიმართა თუ არა, მაგრამ ექიმს უნდა მიმართოს, განაცხადი ასეთი კითხვით, როგორ შეიძლება პასუხის გაცემა, აუცილებელია მაყურებელს. ამ შემთხვევაში გადაიხდის თუ არა იგი აბსოლუტურად ახალ ექიმთან მისთვის. ესეც არსებობს დაწესებულებაში არსებობს სტანდარტები. ბავშვია საუბარი, ალბათ ბავშვთა საავადმყოფოში. ბავშვთა საავადმყოფოში ბავშვია საუბარი, ხომ რამდენი წლის არის? ანუ წელი არ წერია, მაგრამ ბავშვია საუბარი და ალბათ ბავშვთა უნდა მიმართოს ექიმს და აუცილებლად გაუწევენ დახმარებას, რაც საჭიროა ისე და გამომარტავენ როგორ მოიქცეს. სოფლის მკურნალობა ფასიანია თუ უფასო აქ ვაქცინაცია აქვს ხელოვნებაში. კი, სოფლის მკურნალობა არ არსებობს. ანტირადიული ვაქცინაცია უფასოა. ეს არის აბსოლუტურად აღებული მუნიციპალური პროგრამა. მომსახურება მაქვს ხედულობაში. ვაქცინით მე პირადად ვამარაგებ და არავის ამაში ფულს არ გხობს. ეს ყველა მიცის. და თვითონ მომსახურებაც არის მუნიციპალური პროგრამაში ჩადებული და უფასოდ. და ერთი კითხვა ესეთი. მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ავადმყოფი შემოვიდა ამ ვირუსით ამ ვირუსით მე ახლა ვერ ხვდები, ალბათ მე ვფიქრობ, რომ გრიპის ვირუსზე იქნება საუბარი. ოფიციალური გადასახადი იყო 16 ლარი, ავადმყოფს ფიზიკურად არ ქონდა ამდენი თანხა.
გადაიხადა ნაკლები, ამის შემდეგ შემოვიდა რევიზია კლინიკაში ეს ფაქტი ამოატიტილეს და ჩვენ დაგვაჯარიმეს 100 ლარით. რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? ალბათ ეს მედიკების ექიმების მედიკების პრობლემაა სხვათა შორის ეს სადადასახადოსთან ურთიერთობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრს უჭირს. და არის მე აგრეთვე მინდოდა მესაუბროთ ჯუარგოზე საშუალებას რომ ექიმების პრობლემაზე გვესაუბრა, რომელიც ხელფასარია საოცრად დიდი პრობლემაა. აფიქსირებენ ავადმყოფს, ხდება მისი ოფიციალურად გატარება და ამ დროს ავადმყოფი არ იხდის თანხას. იმიტომ რომ არ აქვს საშუალება. შენ კიდე არ ახარ თოფიანი, რომ ეს ყველაფერი მოაგვარო. ამდენად ამას მოყვება შემდეგ რევიზია და რევიზია არჯერავს, რომ იქ არ არის გადახდილი, ყოველ შემთხვევაში დიდი პრობლემების წინაშე დგანან ექიმები ამ შემთხვევაში. და მე მინდა მოსახლეობას მივმართო და უთხრა და განვუმარტო, რომ ეს ყველაფერი არ არის ექიმზე დამოკიდებული. ეს არის იმ სისტემის და იმ რეფორმის შედეგი, რაც გატარდა რესპუბლიკაში. ამის წინააღმდეგ ვერც ჩვენ ვერ წავალთ და ვერც ვერაფერს ვერ შევცვლით. ესე იგი კონკრეტული ექიმი არ არის კორუმპირებული ამ მეთქა. მე არ ამგონია. იგივე საავადმყოფოებზე შეიძლება ორიოდე სიტყვით შედის ფოტაჭრი ადამიანის და აქვს თუ არა ექიმს უფლება უთხრას ადამიანს რომელიც სისხლიდან იცლება აი ფული გააქვს არა აქვს ინტუში ფული და იმას არ გაუწევს გარკვეული დახმარება. რა თქმა უნდა, თუ სასიცოცხლო ჩვენებაა იქ, ამ დახმარება უნდა გაეწიოს. ლაპარაკია მკურნალობის გაგრძელებაზე, რამდენად შეიძლება ამ შემთხვევაში უფროთ მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში დახმარება უნდა გაეწიოს. საბედნიეროდ ძალიან სამწუხაროდ გადაცემის ბოლოს აღმოვიდა კითხვა. იყო შემთხვევები, როცა ყელის ტკივილით ამ დაავადებები მე არ ვიცი ვინ დაასვენეს. ამ დაავადებებიდან გამომდინარე იყო სიკვდილიანობა, დავიცვათ თავი. ყელის პირველი შემთხვევა შეიძლება რომ იყოს სიკვდილიანობის შემთხვევა. თეორიულად ვთქვა. იცით რა, ცოტა გაუგებარი რამ არის. ძალიან გაუგებარი, დაადგინა რომ ყელის ტკივილი შეიძლება სიკვდილიანობის შემთხვევა. თეორიულად თუ ასე შეიძლება. თავი უნდა დავიცვათ იმით, რომ მივმართოთ ექიმს. მე თავშიც, შუაშიც, ბოლოშიც ვამბობ ერთი და იგივეს და ვაფიქსირებ, რომ აუცილებელია ექიმთან მისვლა. მაშინ შეიძლება ავირუძოთ თავიდან ის შედეგები, სამწუხარო შედეგები. მე არ ვიცი ხო გარკვეული პრეპარატები ექიმს თუ გამოიყენება რემანტადინი ორსულობის მესამე პერიმეტრში თუ არა ვერ ვარკვევ თუ მოქმედებს ნაყოფზე. მესამე პერიოდში ალბათ. მესამე პერიოდში. საერთოდ ორსულობის დროს ყველანაირი პრეპარატის შეზღუდვა არის მიზანშეწონილი. ვეცადოთ რომ არ გამოვიყენოთ პრეპარატები, მაგრამ თუ აუცილებელია, რას ვიზართ, ისევ ექიმის რჩევით, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით. ორსულობა თავიდან ბოლომდე გინეკოლოგის პრეროგატივაა და ასეთი ავადმყოფი უნდა შეთანხმდეს. თქვენთვის თუ ახსოვთ ქალბატონო მარინა, ოფიციალურად მშობიარობა რა ჭირდება? აი რა თანხა უნდა გადაიხადოს სამშობიარო შესულმა ადამიანს? ნუ რატომ მეკითხები ასეთ კითხვებს? არა, ოფიციალურად თუ დადგენილია. არა. არა 25 ლარი მე მგონი. 25. ყველა სამწუხაროდ უფრო მეცი ხდიან ხოლმე ალბათ დამეთახმი. ექიმების პრობლემები მშობიარობა ისეთი რამეა, რომ როდესაც ბავშვი დაიბადება, ყველა სურვილი აქვს აღნიშნოს თავისი სიხარული და როგორც უნდა ისე უნდა გამოხატონ. არავის წინააღმდეგ. არა, მე მინდა ვიცი. რამდენი ზუსტად რამდენი რომ აუცილებლად ოფიციალური გადასახადია. ექიმების პრობლემები ახსენეთ, რას გულისხმობთ? ექიმების პრობლემებში გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ექიმების პრობლემებს, რომელიც გამოიხატება, პირველ რიგში ანაზღაურებაზე. არის შემთხვევები, როდესაც გადის თვეები და მათ არ აქვს ანაზღაურება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა მათთვის. არადა უნდა იმუშაონ. ვერ ეტყვი უარს მოსახლეობას, ვერ ეტყვი უარს ავადმყოფს
და ვარს იტყვი და რაღაცნაირად მოგიბრუნდება ბუმერანგივით ისევ შენ, რომ აი შენ ექიმი ხარ, შენ ფიცი გაუსადებული, შენ ვალდებული ხარ, რამდენად სასურველია ეს უფასოდ მუშაობა, ყველამ კარგად იცის. მაგრამ არის კიდევ აი ის პრობლემები, როდესაც ხდება დაფიქსირება არა გადახდის უნარიანი მოსახლეობის და რა თქმა უნდა არ იხდება, მაგრამ ხდება ამ დროს ისეთი მაკონტროლებელი ორგანოებთან ურთიერთობა და არასასიამოვნო შედეგები. ეს ყველაფერი ექიმს უშლის ხელს მუშაობაში. ესე იგი შეიძლება რეზუმის სახით გავაკეთოთ, რომ თუ ექიმი კარგ მდგომარეობაში იქნება. ავადმყოფის კარგ მდგომარეობაში იქნება. ავადმყოფის მდგომარეობა ექიმის კარგ მდგომარეობაში მაქვს დახმარების სახით. დახმარების სახით მაინც ჩვენი ექიმები ყველას ეხმარებიან. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამისი უამრავი მაგალითი. თქვენ სამსახურზე ბიუჯეტს რამდენია გამოყოფილი? ხა თუ გეყოფათ აი ეს თანხები, რაც თქვენ სამსახურზე გამოყოფილი? ჩემ სამსახურზე 36600 მარტო ჩემ დაწესებულებაში. და ის რამდენად საკმარისია? იცით რა, ჩვენი ხელფასები დათვლილია. ჩვენ საპრეზიდენტო ვადეებში ვართ ჩასმული და ერთადერთი შეიძლება ითქვას სანიტარულ ზედამხედველობასთან ერთად სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ნორმირებული ხელფასით სარგებლობს. დანარჩენი სამედიცინო ქსელში ახლა ეს საუბარი ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს. რეფორმის შედეგად მოხდა ისეთი გადატრიალება, მთელი ბუღალტერია არის შეცვლილი და გადატრიალებული და ექიმის ხელფასი დამოკიდებულია ავადმყოფზე, მათ შემონატანებზე და იმ პროგრამებზე, რომელშიც არიან ეს დაწესებულებები ჩართული. დიდი მადლობა, ჩვენ გადავაწილეთ უბრალოდ ჩვენს ის განკუთვნილ დროს. დიდი მადლობა თავადანო მარინა, თქვენ მოგზავნით ისაუბრეთ გარკვეულ პრობლემებზე და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოსახლეობა გარკვეული ინფორმაცია მიიღო სხვადასხვა დაავადებების შესახებ და შეიძლება ამის შემდეგ გაფრთხილდნენ კონსერვებზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომელიც 15 წუთით მაინც უნდა გადავდუხდეს და შემდეგ მიიღო. დიდი მადლობა თქვენ მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი პირდაპირ ეთერის კვირის სტუდიის სტუმარი გახლდათ ქალბატონი მარინა სესელი, შიდა ქართლის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მე გეშიდოვები მოვაკვირამდე კარგად წამოდი.